დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართულმა ოცნებამ გაითვალისწინა უმცირესობის მოსაზრება და ფაქტურად მესამე მოსმენიდან კანონპროექტი დააბრუნა მეორე მოსმენაზე, რომლის თანახმადაც ამ ცვლილებების თანახმად უნდა მოხდეს შემდეგი ცვლილებების განხორციელება, რომ იმ წევრების არჩევა, რომლებიც უნდა არჩეული იქნენ არასამთავრობო სექტორიდან, იურისტთა წრეებიდან, ორი ადამიანი მაინც უნდა აირჩეს 2/3-ით. და ეს რეალურად ფიქრობთ, რომ არასწორი ნაბიჯია იმ კუთხით, რომ 2/3-ით ირჩევა თვითონ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრისთვისაც აღნიშნული კვოტის აღნიშნული ხმების რაოდენობის დაწესება, ვფიქრობთ, არ არის გამართლებული და ის მოსაზრება ნაციონალური მოძრაობის, რომ აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და ჩვენ გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის ვილნიუსში, ეს არის მცდარი მოსაზრება, იქიდან გამომდინარე, რომ პირიქით პოლიტიზირება ნაკლებად ხდება იუსტიციის საბჭოში, პრეზიდენტს, პარლამენტს აღარ აყავს თავისი წარმომადგენლობა, ფარული კეჭისყრით ხდება არჩევა თვითონ მოსამართლეთა კონფერენციიდან იუსტიციის საბჭოს წევრებისა, რაც ადრე არ ხდებოდა, პირიქით დემოკრატიული გზით და გამჭვირვალე გზით ხდება არჩევა იუსტიციის საბჭოს წევრებისა. და გაუგებარია, რატომ არის ეს კანონპროექტი ზოგადად ანტიდემოკრატიული და ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია და არ არის სავალდებულო ძალის მქონე მატარებელი. ამიტომ რეალურად ეხლა ჩვენ რო ვთქვათ, იქ რაღაც გარკვეული მოსაზრებები შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას, შესაძლებელი არა. არ შეიძლება რომ კანონპროექტში ყველაფერი იყოს ისე გაწერილი, რომ რაღაცა შენიშვნები არ იყოს. მაგრამ აქ ამ მუხლში ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის განლაგება, რაც არის ძალთა დღეს პარლამენტში, საკმაოდ გაჭირდება 2/3-ით არჩევა იურისტთა წრეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იუსტიციის საბჭოს წევრისა და ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის სამომავლოდ. თვითონ ხელისუფლებისაცაც ცუდია ეს ოპოზიციისაცაც, იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რეალურად ორი კაცით ნაკლები იყოს იუსტიციის საბჭოში, იმიტომ რომ შეჯერება ამ კანდიდატურებზე, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორიდან, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აგრეთვე იურისტთა წრეებიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან იქნება ძალიან ბევრი წარმომადგენელი და 2/3 ეს არ არის რეალურად იდეალური ვარიანტი. ამასთან ჩვენთვის გაუგებარი, იცით რა გახლავთ, რომ რეალურად ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, აცხადებდა, რომ ეს მიუღებელი იყო. შემდგომ ხმალაძემ განაცხადა, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ ამასო და ეხლა იუსტიციის მინისტრის თეატრულუკიანის განცხადებაც იყო, რომ აღნიშნული კუთხით კონსულტაციები იწყება. ანუ როგორც ვატყობ, ჩვენ რაღაცა შიდა თვითონ ქართულ ოცნებაშიც ამ კუთხით არ არის რეალურად ერთიანი პოზიცია. და ამ კუთხით რაღაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდგომ ეს თემა სავაჭრო თემად იქცევა, იმიტომ რომ 2/3-ს ჭირდება 100 ხმა. ქართულ ოცნებაში არის დღეს გაერთიანებული რეალურად ძალიან ბევრი პარტია და იქ რაღაც კონსენსუსის მონახვა თუ კი დღეს არის შესაძლებელი, ხვალ ვერ იქნება მონახული ამაზე კონსენსუსი და ეს რაღაც სავაჭრო თემად შეიძლება დაემსგავსოს ყოველი ამას და ის რომ ეს კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ევროპას გვაშორებს, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ადრე ხდებოდა მოსამართლეების არჩევა დახურულად, ეხლა ღია არის. პრეზიდენტი და პარლამენტი აღარ წარადგენს თავიანთ კანდიდატებს, ანუ კვოტა აღარ აქვს მათ და რეალურად ეს გაუგებარია. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ ესეთი ყველაფერზე დათანხმება, ვფიქრობთ, რომ აი ამ რეფორმებს სამართლოს კუთხით და სამართლიანობის აღდგენის კუთხით გააძლევს, იმიტომ რომ დღეს კარგად მოგეხსენებათ, საქმეების გადახედვაც, რეალურად რეალური მართლმსაჯულების განხორციელებად აი ამ კანონის გამო ფერხდება. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო რეალურად ფერხდება ეს პროცესები. და მე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, სხვათა შორის ყოფილი მოსამართლე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე როინ პერანიძე, რომელიც უფრო კარგად არის ჩახედული ამ საკითხებში და პროფესიულად გადმოგცემთ იმას, როგორ ხდება და რეალურად რატომ არის საჭირო ამ ცვლილებების განხორციელება და რატომ არ ეწინააღმდეგება ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც და რატომ არ არის პრობლემა ჩვენი ევროპასთან დაახლოების კუთხით. ბატონო, მოგზანდით თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ.
მადლობთ. მე გახლავართ ყოფილი მოსამართლე როინ პერანიძე. მინდა მოგახსენოთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე ბრუნდება ცვლილებათა პაკეტი. პრინციპში ეს ყველაფერი აიხსნება მეორე მოსმენაზე დაბრუნება ალბათ იმით, რომ გათვალისწინებული არის ერთგვარი კონსენსუსი პარლამენტის უმცირესობის მხრიდან აზრისა, რომ იქნეს არჩეული 6 კანდიდატი 2/3 ხმით. როგორც ჩანს, არის ნაწილობრივ გათვალისწინებული ეს პოზიცია და მეორე მოსმენაზე დაბრუნების ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს სრულმცირე 2 კანდიდატი წევრის არჩევას 2/3-ით, ხოლო დანარჩენები ჩვეულებრივი უბრალო უმრავლესობით. ძირითადში ეს ცვლილებები არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს არ ექნება 4 კვოტა, რომელიც დღეს მოქმედი კანონით აქვს, პრეზიდენტსაც აღარ ეყოლება 2 წარმომადგენელი. ამით გათავისუფლდება იუსტიციის საბჭო და უფრო თავისუფლად შეასრულებს თავის დანიშნულ მოვალეობას. ამ ცვლილებების მიხედვით კვლავ რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო 8 წევრი კვლავ იქნებიან მოქმედი მოსამართლეები, იმ არსებითი განსხვავებით, რომ მოხდება მათი არჩევა ისევ იუსტიციის მოსამართლეთა კონფერენციაზე, ოღონდ ღია კენჭისყრით და არა ფარული კენჭისყრით. არის ეს ამ წესში განსხვავება დადებითი, რომ მოსამართლე არჩევის გაკეთებისას იქნება უფრო თავისუფალი, ვინმე ღია კენჭისყრის დროს. მთლიანობაში მე როგორც რიგითი იურისტი ვთვლი, რომ ეს არის წინგადადგმული დადებითი ნაბიჯი და ეს იქნება დასაბამი ამ ხელისუფლებისათვის, რომ განახორციელოს საზოგადოებაზე შეპირებული სამართლიანობის აღდგენა. მადლობთ. ეს მე გამოცხადე კიდევ შეიძლება ბატონო დაიგავთ. მე მინდა ვთქვა, რომ რეალურად და ეს არის თვალებში ნაცრი შეყრა მოსახლეობისათვის და ეხლა იურისტებმაც ამაზე არავითარი აქ პრობლემა იმ კუთხით, რომ ანტიდემოკრატიულია, რაღაცა ლახავს ადამიანის უფლებებს, არ არის, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იქ როდესაც ფარულად ხდებოდა პროცესი ღია ტარდებოდა მოსამართლეს კონფერენციაზე მოსამართლეთა მხრიდან იუსტიციის საბჭოში არჩევა კანდიდატურების, იქ ეს ხალხი იყო შებოჭილები. ვინაიდან ეხლა წამოაყენებდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კანდიდატურას და იძულებული იყო ეს ხალხი რეალურად მიეცა იმ კონკრეტული კანდიდატურის ხმა, რომელიც რეალურად აწყობდა ამ შემთხვევაში კუბლაშვილს. დღეს კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად აღარ იქნება, იმიტომ რომ როდესაც ფარული იქნება კენჭისყრა, ჩვენ დაცული ვიქნებით იქიდან, რომ რეალურად ვიღაცის ზეწოლის ქვეშ, გინა ხელისუფლების, გინა უმცირესობის კუთხით ეს მოხდეს ამისი რეალურად არჩევა. აქედან გამომდინარე, ამასთან ერთად ის რომ პრეზიდენტს აღარ ეყოლება თავისი კანდიდატურა, ის რომ პარლამენტს აღარ ეყოლება, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. აქედან გამომდინარე, ის რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ ნაადრევად უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება მოქმედ წევრებს, ესეც იმიტომ ხდება, რომ იმ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებიც დღეს არიან იქ წარმოდგენილი იუსტიციის საბჭოში, განთავისუფლდებიან ზედმეტი ტვირთისაგან, იმიტომ რომ ისინი ორიენტირებული ხდებიან უშუალოდ თავიანთ სასამართლოებზე. ამასთან ერთად ვფიქრობთ, რომ იქ
რაც წერია ვენეციის კომისიაში, საერთო ჯამში დადებითად არის შეფასებული და ის რომ რეალურად დღეს 2/3-ზე ჩამოდის ორი კაცის არჩევა აღნიშნული არასამთავრობო სექტორიდან, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება თვითონ პარლამენტისთვის, იმიტომ რომ ძალიან აი თქვენ ნახავთ რომ ეს ორი კაცის არჩევა საჯილდაო ქვათ იქცევა და გარკვეული პრობლემები იქნება ამ კუთხით, ვერავინ ვერ მოახერხებს და შეიძლება ისე დარჩეს რომ ორი კაცის ნაკლული დარჩეს იუსტიციის საბჭო. ამიტომ ეს მე მგონი არავის ინტერესებში არ უნდა შედეს. ეხლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ირჩევა პარლამენტში 2/3 და იუსტიციის საბჭოს წევრით 2/3. სად არის აქ ლოგიკა? და ამას ითხოვს ისა რა ქვია, ნაციონალური მოძრაობა. აქ ლოგიკა არ არის. და ვფიქრობთ რომ პარლამენტი არ უნდა დათანხმებულიყო ნაციონალური მოძრაობის ამ მოთხოვნას და რეალურად უნდა მესამე მოსმენაღა იყო დარჩენილი და რეალურად იქნება სიტუაცია რომ შეგნებულად ფეხდება ამ კანონის მიღება და რატომ ჩემთვის გაუგებარია.